პოლიცია მოვიდა და წავიდა. არაფერი არ ვიცი, ვერაფერს ვერ რა მოხდა რა? ვერაფერს ვერ გეტყვით, არაფერი არ ვიცი. არ ვიცი ფაქტი რა მოხდა შიგნით არ ვიცი. არა, ვერ შევდივარ, იმიტომ რომ დაძაბულ სიტუაციას ვერ ვიტან. მე მინდა სიმშვიდე, თანადგომა და ერთად ყოფნა. კომისიის წევრი. დიახ, კომისიის წევრი ვარ. რომელი პარტიიდან? საოლქოდან ვარ. დიახ. უნდა დაველაპარაკოთ კომისიის ყველა წევრს, საოლქოს წარმომადგენლები, იურისტები, სულ ყველანი აუცნათ თავისი თუ ვერ ეწევიან იმ კანონში და ვინც ვერ ეწევა, უნდა ვუთხრათ. აქ რა გინდათ ვითხარი? რა გინდათ კომისიაში? საუბნოთ. რა გინდა აქ რასაკეთებ? ვითხარი. არ ვიცი რა ხდება მე ძალიან და გავარკვიო რაღაცაზე ხელი მოაწერნეს ნაწილს კომისიის წევრებისა და უნდა რომ წაისხოს სერცულის წარმომადგენლება და თუ ამ ფურცელს მაჩვენებთ იქნებ მეც მოვაწერო მასწავლეთ რომ იქნებ საჭიროა რომ მე მოვაწერო ხელი იმ ფურცელზე არ ვიცი რომელღაცამ წაიღო ალბათ თვითონ რაღაცა ვინ მოიტანა ის აქ შედგა ის ფურცელი და რომელღაცას აქ წაღებული და ნახეთ ის ფურცელი საწავიდა იმად გავყევით მე ახლა რა დოკუმენტზე აწერილებთ ახლა არავინ არაფერ დოკუმენტს არ აწერინებს ირინა ხელს რასლებ გველაპარაკები კომისიის წევრია მიდი კითხე მე კომისიას და გეტყვის კომისიის რა წავიდეთ რა კომის რა ფურცელი წაიღეთ კარგი რა ფურცელზეა საუბარი მე ხოდა ვირინა რას ლაპარაკობ რისთვის მოვედი რას ქვია რისთვის მოვედი საოლქოს იურისტი ვარ შვებულება მაქვს აღებული ძალიან თუ გაინტერესებს სამსახურიდან წარმოვადგენ საოლქოში იურისტს აბა რას ქვია რატომ მოვედი შემოწმებაზე რომელიც კანონი ითვალისწინებს საოლქოს წევრები მოვიდნენ შემოწმებაზე გეშლება შენ აი ეს უკვე იმათ უნდა გითხოთ ჩვენ არ ვიცით თქვენი ხოდით უფლის გაუქმებას რა მოხდა თია არ ვიცი არაფერია საოლქოში ამობძანდით იქ მიიღეთ ჩემი აზრით აქ იყო მუშაობა იმაზე რომ კომისია შეიცვალოს. ეს დადგმულ სპექტაკლად მომეჩვენა მე. ღმერთმა პაპატიოს თუ უწყოს. და ვინც წარიღო და ის ფურცელი გაიყო და გაყევით იმას. მე აქ დავწდებით 6 საათამდე. როცა გნებავთ მობძანდე. ყველაფერი მე მგონი მოწყობილი იყო რომ პროვოკაცია მოეწყოთ. რომ კომისიის როგორც გამოირკვა რაღაცა უქმი შეადგინეს რომ კომისიის წევრები შეიცვალოს. რომ ასე ვერ იმუშავებს ეს არაფერი აბსოლუტურად არაფერი ეს ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი ვინ ატეხა ვინ იყო თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარე ლონდონში აქ არ არის ქალაქი კი როგორ არ არის ვითომ აი ცუდად გახდა და იქით ბრძანდება ოთახში რა შუაში არ მინდა გადი ეხლა არ მინდა ჩემი პრესკარტა მომეცი რა თუ შეიძლება ავიღებ ჩემ პრესკარტას მადლობთ ეს პატარა კოკოვინ იყო კარები რომ მომიჯახო არ ვიცი პატარა ვინ მოადგილე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დაელაპარაკეთ რა როგორ გამოვედეს კარგად არ არის საქმე როგორც შეესწორი ამდენი ხალხი არ იქნება შეწუხებული არ მოვიდა და აქ ეს იყო ჩემის აზრით დადგმული სპექტაკლი რომელიც ითვალისწინებს პერსპექტივაში კომისიის ამოცვლას მთლიანად და ამის მოწმეები გავხდებით ცოტა ხანი არის ზეწოლები კომისიის წევრებზე ზეწოლებისა რა მოგხსენეთ მაგრამ დაცინაც არის და უპატივცემულობაც არის ყველანაირად რაღაცა უქმი შეადგინეს, რომელზეც თურმე ჩვენც უნდა მოგვეწერა ხელი. ნუ პოლიცია ხო დაგვაყენეს თავზე თურმე ხელით შევეხეთ ერთმანეთს და აი ჩვენ კი არა, ანუ ისეთი ჩხუბი იყო და რა იყო საერთოდ მე ვერ გავიგე, არაფერი. ეს იყო წინასწარ დადგმული ხალხო, ვერავინ გადამარწმუნებს. სარი შემოვიდეს ორი კვირაზე მეტია თავმჯდომარე საერთოდ არ მობრძანებულა და დღეს მაგისთვის მოვიდა და გუშინ ერთ-ერთი წევრი ნაციონალებიდან ვინც არის დამემუქრა გზაში ჯერ მიდიო იქო გარედან მიძახდა პირის მოძრაობით შენ ნახავ რაც დაკვდა მარინა კოკოჩეი ქრისტიანო ადამიანო აი ეს ჯარჯი ბოცვას მოვიდა ექსკლა აი წარმოგიდგენ რა უხდება ასეთი ბოცვას გადაიღოს რა
კომისიასთან არაფერი შეხედა რა ქამოწინაც მოძრაობის ის არის მობილური აქტივისტი. კომისიაში რა გინდათ? რატო ხართ უბანზე მოსული? გაქვთ აკრედიტაცია? მომძდიოთ ეხლა